მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ Crazy Mate. სანამ ვიდეოს დავიწყოთ, მინდა გთხოვოთ რომ დავაკლიკოთ რეკლამებს, რომელიც ამოვარდება ვიდეოს დროს, ანუ ვიდეოს დასაწყისში და ასევე მინდა ეს ვიდეო ავიყონოთ 500 ლაიქზე, ასე რომ თქვენიცით და დავიწყოთ ვიდეო. მოდით დავიწყოთ Clash Royale-ის თამაში და როგორც ხედავთ, გვაქვს დღეს სეზონის ჩესტი, რომელიც არის ძალიან მაგარი ჩესტი და ასევე როგორც იცით, უმეტეს შემთხვევაში ამოდის ლეგენდარი კარდი. და ვნახოთ იმედია ჩვენც ამოგვივა ლეგენდარი კარდი 2067 გოლდი, ძალიან კარგი. აქ ჰეასფელი ავირჩიოთ, გვირჩევნია. და ბოლოს წინა კარდი უნდა იყოს, მაინც ეპიკი რომ ამოგვივიდეს ლეგენდარი კარდი და ველოდებით ეპიკებს ახლა. არა მოგვივიდა. მოდით აქ კოლექტორი ავიღოთ და არ არის ლეგენდარი რა თქმა უნდა. მოდით ამ შემთხვევაში ავირჩიოთ სკელეტონ არმია, მშვენიერია რატომაც არა. ბევრი იყენებს სკელეტონ არმიას და როგორც ვიცი არის საკმაოდ კაი კარდი, მაგრამ ძალიან იშვიათად მაქვს გამოყენებული ეგ კარდი, ერთ-ორჯერ ჩავსვი დეკში, მაგრამ არ გამომივიდა. და ასევე გვაქვს გასახსნელი დღეს კლან ჩესტი, სადაც ველოდებით ლეგენდარს, ასევე მაგრამ არ ვიცი რამდენად ამომივა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ ამოდის აქ ლეგენდარი. მოდით გავხსნათ კლან ჩესტი და იმედია ამოვა ლეგენდარი კარდი. 1620 გოლდი, ძალიან კარგი. ჰეასფელი 2, ძალიან კარგი, ამოგდის ჰეასფელები. ინფერნო თოვერი 8, რომელსაც ხმარობთ. ბობლინგ გენგი 94. მეგამინიონი 17, მშვენიერია. სკელეტონები 155 და ლეგენდარია მეგობრებო, ლეგენდარია, 3 ეპიკი და რომელი ლეგენდარი იქნება ახლა? გავიარდი. მშვენიერია, ძალიან კარგი, რატომაც არა, იმიტომ რომ ლეგენდარია ეს კარდიც და რა თქმა უნდა გავგიხარდეს, როდესაც ამოგდის ლეგენდარი. მშვენიერია, შეგვიძლია გადავიყვანოთ მეორე ლეველზე იგი და რავი, გამიხარდა. მშვენიერია, იმიტომ რომ ამოგვივიდა კლანჩესში ლეგენდარი და მოდით ასევე ვნახოთ ეს კარდები, აი ეს ჰეასფელიზევით, როგორც ხედავთ, უკვე შეგვიძლია მეორე ლეველზე გადავიყვანოთ და აი ეს ჩვენი საწავი და გრავიარდი, რომელიც შეგვიძლია გადავიყვანოთ მეორე ლეველზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერჯერობით თავს შევიკავებ. და ასევე გავაკეთებთ ორ შეტევასაც, იმედია მოგეწონებათ ეს შეტევები და იმედია კაი შეტევებსაც გავაკეთებთ, რა თქმა უნდა და რა საკვირველია. მე-10 ლეველიანი ბაზა შეგვხვდა და ვეცდები ცოტა ნაკლები ვილაპარაკო კარდებზე, იმიტომ რომ ღიზიანდებით, როგორც ვიცი, ძალიან ბევრი მიწერს, რომ არ ბევრს საუბრობო ამ კარდებზე, როდესაც შეტევას აკეთებოდა, მოდით მივადენოთ უბრალოდ თვალი და ვეცადოთ ავიღოთ მოწინააღმდეგეს სალი ბაზა. რა თქმა უნდა ჩვენ დეკში ჩავსვით ბანდიტი, რომელიც აღმოჩენაა ჩემ დეკში ნამდვილად, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვიცოდი თუ ასე ძალიან გამომადგებოდა ეს ბანდიტი, როგორც იცით, ძალიან მაგარი შეტევები გამომივიდა მისით და რავი, ძალიან კარგად ხმარობ დაუმუღამი, ასე რომ ვთქვათ. და რა ვიცი, იმედია არ ამოვაგდებ მაგ კარდს შეტევიდან, ანუ დეკიდან, იმიტომ რომ მაგარია, გირჩევთ, იხმაროთ თქვენც, გამოიყენოთ, დაამუღამეთ და რა ვიცი, რო ჩქარდება, მას აღარაფერი აღარ ხდება, ლოგიკიც კი ვერ აჩერებს, როდესაც ჩქარდება და სწრაფად მიდის. ბოდიშით და რა ვიცი, ძალიან მაგარი კარდია, აქ ვოლკირია, საჭირო წირო, რავი, დიდი სიცოცხლე აქვს და ასევე ელექტროვიზარდი ეცდება რომ დაარტყას თოუერს და დააკლოს, აქ ძაპია საჭირო, რა თქმა უნდა და გადარჩა ჩვენი ელექტროვიზარდი და მშვენიერი აქ საკმაოდ უნდა დავაკლოთ უკვე. და ვნახოთ, მშვენიერია 996-ზე დაუტოვეთ მისი სალი თოუერი. არ დაგავიწყდეთ ლაიქის მიცემა ვიდეოზე, ასევე რავი, დააკომენტარეთ რა გინდათ გადავიღოთ, ასევე წინაზე მოითხოვეს, როდესაც უნდა გამეკეთებინა მე ელექტროვიზარდით შეტევა, ბევრი ელექტროვიზარდებით და სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოახერხე. კომენტარს ჰქონდა 90-ზე მეტი ლაიქი და აუცილებლად შეგისრულებთ ამ თხოვნას, რა თქმა უნდა. ჩვენი ბუმი არ შევეშვი ამას, არ შევეშვი. დავლიოთ, მშვენიერია, ძალიან კარგი და აქ ცალი თოვერი კი აუღეთ, მაგრამ იმანაც აგვიღო. რაღაც ყურადღება მოვადუნეთ, მაგრამ არ აუშავს. გავაგრძელოთ შეტევა ახლა. ვოლკირიე დავსვათ, რა თქმა უნდა, ჯერ შეივსოს ელექსირი და ვეცადოთ რომ კაი შეტევა გამოგვივიდეს, იმედია მოვიგებთ ეს შეტევა, რა თქმა უნდა მოვიგოთ. აქ მოდიან მინიონები, მაგრამ ძაპი გვაქვს და რა თქმა უნდა მოახერხეთ მის შეჩერებას. აქვე არის ელიტ ბარბარიანები, საჭირო რომ დავსვათ, იმიტომ რომ შეაჩეროთ მოწინააღმდეგეს ელიტ ბარბარიანები და აქ ბალონს შეაჩერებს ჩვენი ინფერნო თოუერი. ჯერჯერობით კარგად მივდივართ, საშუალოდ მაინც და ვცადოთ 3-ზე აღება, მოდით ვცადოთ აბა 3-ზე ავიღოთ, იქნება და უკეთესი შედეგი დავაფიქსიროთ, მაგრამ აქ მინიონები დასვა რაც ცუდია და რა თქმა უნდა ვერ მოახერხებთ 3-ზე აღებას. ელექტროვიზარდი დავსვათ და ვნახოთ რას ვიზავთ.
22 წამი დარჩა რომ დაიწყოს დამატებითი წუთები, მაგრამ ნახოთ რა იქნება მომავალში. აქ Inferno Tower-ია საჭირო. რატო არ იქნება Elixir-ი არა მაქვს Fireball-ი ვესროლოთ კარგი არა უშავს. ორჯერ ვერ მოარტყა ძალიან კარგი, იმიტომ რომ ბალონმა ორჯერ არ დაარტყა და არა გვინადგურა ჩვენი King Tower-ი. ნახოთ ახლა რას ვიზავთ. მოდის აქ Ice Wizard-ი, ასევე ჩვენ ბანდიტი დავსვათ და მას სურს რომ აგვიღოს 3 Warsplave-ზე, მაგრამ არ ამგონია გამოუვიდეს. აქ ბარბარიანებიც დავსვათ რომ შეაჩეროს მოწინააღმდეგეს ბარბარიანები და აქ Fireball-იც იხმარა. არა უშავს 1160-ზე მაინც აქვს დარჩენილი და აქ ძაპია საჭირო, რა თქმა უნდა. ნახოთ ახლა რას ვიზავთ. მიდის Elite ბარბარიანი და ნახოთ ახლა უნდა ვიჩალიჩოთ რომ Sally Tower-ი მაინც ავიღოთ. აქ Valkyrie-ია საჭირო, იმიტომ რომ გადმოდის შეტევაში. უნდა რომ აგვიღოს 3-ზე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 1160 აქვს ჩვენს Towers დარჩენილი. მაგრამ აქ უნდა შევაჩეროთ ბალონი, ასეც არის Electro Wizard-ი ამ საქმეში არის სპეცი და ნახოთ აქ Elite ბარბარიანები გავუშვათ და 3-ზე ვეცადოთ რომ ავიღოთ. მოდით აბა. აქ ზაპიც მოვამზადოთ. და არ ამგონია ხო? არ ამგონია რომ მივიდნენ. აქ ზაპი მაინც ვესროლოთ, ასეც არის. და ნახოთ იქნება კაი შეტევა გამოგვივიდეს. აქ overtime-იც დასრულდა. კი ბატონო, overtime-იც დასრულდა და ნიჩია. კაი შეტევა გამოგვივიდა. მოწინააღმდეგეს კაი მოთამაშე აღმოჩნდა და ასე თუ ისე კაი შეტევა იყო. გავაკეთოთ მეორე შეტევაც ასევე და იმედია ამ შეტევას მაინც მოვიგებთ, იმიტომ რომ გჭირდება გამარჯვება. ეხლა ცოტათი მინდა გესაუბროთ ჩემს შესახებ. როგორც იცით, ვარ მე-12 კლასში, მოვიდა მაისიც და მოვიდა ბოლოზარიც. როგორც იცით, 19-ში არ გეცოდინებათ თქვენ რა თქმა უნდა, 19-ში მაქვს ბოლოზარი და რა თქმა უნდა მოვემზადოთ, მექნება რეპეტიციები ყოველ საღამოს და შედარებით ვეღარ მოვიცლი რომ დავდო ვიდეოები. შემდეგ კიდე რა თქმა უნდა დავდებ ხშირად ვიდეოებს, რა თქმა უნდა ზაფხულში და გთხოვთ რავი, კაცრად არ გამსაჯოთ და დამილაიქოთ ვიდეოები და არ შეწყვიტოთ ჩემ არხზე აქტიურობა. ვაპირებ ახლა თბილისში წამოსვლას სამშაბათ კვირას და რაღაცებს ვაპირებ, რასაც გადავიღებ, იმედია მოვასწრებ რომ გადავიღო, რაღაც პატარა ლოგისავით მინდა გაჩვენოთ. იქ რაღაცებს სურპრიზიც მაქვს და რავი, გადავიღებ და ყველაფერს გაჩვენებთ, ასე რომ იყავით ყურადღებით, აქ Fireball-ი ვესროლოთ. ხო, იყავით ყურადღებით, იქნება საკაიფო ვლოგი. და რა ვიცი, იმედია მოგეწონებათ და ასევე როგორც გითხარით, მაქვს ბოლოზარის მერე მაქვს გამოცდები, რა თქმა უნდა, საატესტატო გამოცდები, კატის გამოცდები, კატას გამოცდები და ვნახოთ რა იქნება, იმედია ჩავავარებ ისტორიის მეშინია მაგარი, არ ვიცი რატომ კი არა. ვიცი რატომაც და რა ვიცი, იმედია კარგად ჩავავარებ, შემდეგ მაქვს ეროვნულები ივნისში დავდებ ვიდეოებს, მაგრამ ივლისში რამდენად მოახერხებ, არ ვიცი, მომავალზე შემდეგ კიდე გელაპარაკებით, რა თქმა უნდა. და რა ვიცი რა, იმედია გვერდში დამიდგებით და რავი, დააკლიკეთ რეკლამებს კიდე ჩემი დიდი თხოვნა იქნება. რა ვიცი, იმედია დამეხმარებით ამით, თითოეული თქვენი კლიკი მაძლევს სტიმულს, გავაკეთო კაი ვიდეოები, შემოვა რაღაც გარკვეული თანხა, დღეში იქნება ეს 5 ცენტი, 10 ცენტი თუ რაღაცა მაინც დაგროვდება და მომავალში რაღაცას შევძენ არხს და განვავითარებ, რა თქმა უნდა, და დაეხმარებით ჩემ არხს განვითარებაში. ჯერჯერობით ცუდად მივდივართ ჩვენ შეტევაში, როგორც ხედავთ 684-ზე გვაქვს დატოვებული ჩვენი Sally Tower-ი. აქ Elite ბარბარიანები გაუშვათ წინ Valkyrie, რა თქმა უნდა, აქ ძაპია საჭირო და იმედია Sally Towers ავიღეთ, აქ ბარბარიანები დაგვისვა სამწუხაროდ. ნახოთ თუ მივლენ ბარბარიანები Tower-ამდე მაინც, ერთხელ მაინც დაარტყით. ასე არა, ვერ მოასწრო, სამწუხაროდ დადება აქ Inferno-ს დაусმევთ ლავას და შეაჩერებს, რა თქმა უნდა, ლავას. აქ Valkyrie-ია წინ საჭირო და მოდით თავარი შეტევა გადავართოთ მარჯვენა მხარეს, დავიკიდოთ ლავა და ვნახოთ, იმედია ავიღებთ, ხო? კარგად მივდივართ, ჯერჯერობით აქ range-ის დავაგდოთ და წესით უნდა ავიღოთ Sally Tower-ი და ნახოთ. Fireball-ი აქ საჭირო და ავიღეთ, ხო? გონებს უნდა ავიღოთ, წესით უნდა ავიღოთ, მეგობრებო, ეს Tower-ი და 6 წამია დარჩენილი და აღარ უნდა ვაყებინოთ ჩვენი Sally Tower-ი მარცხენა მხარეს და მოვიგეთ შეტევა, რა შეტევა მოვიგეთ? საღოლ, ეს იყო ეპიკური, მართლაც რომ ძალიან მაგარი ეპიკური შეტევა. წარმოიდგინეთ, ტიპი გახარებული იყო, ეგონა რომ ჩვენ წაგებული ქონდა, სულ რაღაც 684-ზე ქონდა დატოვებული და დავიკიდეთ მარცხენა მხარეს. ლავა დიდ ვერაფერს ვერ იზავდა, მარტო ლავა და როგორც ხედავთ, უმარტივესად მოვიგეთ. უმარტივესად რა, თავარი შეტევა გადავიტანეთ მარჯვნივ, ამასობაში
გთავრდებოდა მთავარი დროც და საკაიფოდ მოვიგეთ რა. ნუ, სულ ეს იყო დღეისათვის ჩემი ვიდეო. და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და მომავალ შეხვედრამდე.